დღეს გრძელი და გემრიელი დღე გვაქვს. დაყარე. აი, როგორი ბრუტალური სუფრა არის, იცი, აი, რომ მეტი რო არ შეიძლება. სმელები და მჭამელები. ჩვენ თქვენთან მოვდივართ. ხო და ვინც პირველად ხინკალი მოახვია რა? აუ, როგორი სადღე გრძელო დადო. არ არის ცუდი. და ლაშაც მიირთმევს. ქელეხის ლობიო, მერთო ჩემო. ქელეხის ლობიო, თურმე ხაშლამის წვენში იხარშება. ვიღაცა ხო დადის სპაში. შეფები დადიან დუქანს. რაღაცა მაღალ დონესაა, აქ ადგილი. ლაშა, მე მგონი აღარ მჭირდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდე ოღრაშები არიან ქართველები. დღეს ვეღარ გადავრჩები. თეთრ დუქანში მივდივარ. თამთა კიკალიშვილი და გიორგი ანდღულაძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. მათ მიერ აწყობილ მენიუსაც გავსინჯავთ ფაბრიკაში ფარმსში. დღეს გრძელი და გემრიელი დღე გვაქვს. იწყება ამერიკანოცი. ლაშა, შენ რა გინდა? Flat white. Flat white. წავედით. პირდაპირ შიგნიდან ვიწყებთ ფანტასტიკური სტუმრებით. თამთა კიკალიშვილი და გიორგი ანდღულაძე. კი იცით ჩვენმა დიდი ხნის მაყურებლებმა, მაგრამ ვინც არის ბუმბერაზი ჭამელები თქო. ბუმბერაზი კულინარები და ბუმბერაზი მჭამელები. და თეთრი დუქანიც სმა, ხო, სმელები და მჭამელები. თეთრი დუქანიც მოკლედ ამ ადამიანების არჩევანი იყო, ხო? კი. ჯერ გაუხარებივართ და მაგიტომ. ნაბახუსევზე აქ ხშირად მოვსულვართ და ძალიან გემრიელად გვიჭამია და აი რა ვიცი, ბოლოს ესე რომ უკვე სიამონებისგან გეძინება, ფუდკომა რო გაქვს, აი ეგეთები წავსულვართ. ხო და მოდი დღეს, აჰა, დავიმართოთ ფუდკომა. დავიმართოთ. გავიმარჯოთ. ძალიან დაკავებულები იყვნენ და სადაგზა მოვაყოლებ რატო და აი მადლობა კიდევ ერთხელ ქალაქ გარეთ რომ მოახერხეთ დრო დაგვიწმეთ. ხო და რო არ გაგდო არაზუსტ და რაღაც ერთმანეთს იმით რომ გამოვიდეთ ჩვენ რომ აქ ვართ კიდევ რომ ბედნიერები ვართ აი მე საქმეს როგორ დაუბრუნდებით ხო ხდები აი ძა დატენილი გავიმარჯოს ეს რა არის? ხოლონა კარაკე ვის რა მოგაწოდოთ თან ვერაცივდეს. აი დავიწყოთ ოსტრით. სურო რაღაც კონკრეტული საჭმელად მივდიოდეთ, ოსტრის უკვეთავ. ძალიან იშვიათია რომ კაი იყოს. ძირად უფრო შაშუშულია ხოლმე და არა ოსტრი სამწუხაროდ, ვაი მე რა კარგად გამოიყურება. საზანი კინძმარში. პური? ამოსაწებია რა. ბატონო. მოდი პარამ გიორგისაც. მოდი ამას მე. აბა როგორი? არ არის ცუდი. აი. არ არის ცუდი. აი. განგემრიელია. უქნებს და რესტორნებს შორის რომ სად გადის ზღვარი ოსტრს და ჩაშუშულს შორის. ხო. აი რა არის ეგ წმინდა ზღვარი. მე არ ვიცი მართლა. ეხლა რო ახსენეთ მინდოდა მეკითხა რომ რა განსხვავებაა თქო. ხო, მეტი ცხიმი და მეტი სიცხარე? თუ მობრაწულია ოსტრი. ცხიმის სიცხარე, აი ოსტრს უფრო აი ტომატ ასკის ზენი უნდა იყოს ცოტა ცოცხალი პომიდორი ხო და ძირითადად ყველაფერს რო ვინაიდან ზამთარში პომიდორის ძვირი ღირს და რაღაც რომ აი ან მიქსით აკეთებენ იმ ჩაშუშულსაც და ემსგავსებიან ერთმანეთს რა მაგას არ ვეძებთ ხოლმე მე და შენ რომ ყოველთვის აი ოსტრი ბევრი შეგვიყვათია, მაგრამ შაშუშულია რა. შაშუშულია ხო. ოსტრსაც ხო აი რაღაცა თავისი ნაბიჯი უფრო რო გაკეთდეს ხო აი დადუღების და ყველაფერი აი ტომატის მოშუში და იმის ნაკლებად დაემსგავსებოდა იმას რა ჩაშუშულს და იქნებოდა და სიცხარე რა თქმა უნდა და გავიანობა უფრო მეტი. დაგვიწერეთ თუ ვინმე სადმე გაქვთ ისეთ საყვარელი ადგილი ოსტრის ჭამის და ხო საინტერესო. კი. მე შეიძლება გაგასწროთ?
ცალკე მინდა ლაშას სუფრა გამოვაჩინო. იქ დავსვით, მაგრამ სამაგიეროდ კამერა აქვს შტატივზე და ლაშაც მიირთმევს. ახრაკინა მე ძალიან მომეწონა. ხო? კი, თამ თქვა წინაზე უფრო გემრიელი იყო. უკეთესი გუჭამია აქ. მართლა? კი, ბევრად უკეთესი. ძალიან წვრილად არ არის დაჭრილი ეს ჭარხლის ფოთლები და ეგ მომწონს. ეგ ძალიან კაია. გემრიელია, მაგრამ ხო, რაღაცა ძალიან კაია. წინაზე რო ჭამეთ, ფოთხელი იყო რაღაცა. ხო, აი ცომი ფლად ისეთი არა. აი, ვხდები ეს ყველასაც რო ვეჩავდი, ეხიდავდი რომ იწელებოდა და რაღაცა რო გემრიელი ყველი იყო მაშინ. ყველის გემოს სტანდარტულად შენარჩუნება კერძებში ცოტა რთულია, ხო? თან ესეთად. ეს არის. რა მოგაწოდოთ შემდეგი? მე ვფიქრობ, აი, რომ ხავე. გაცივდა. წვანილი რო არ კონდეს. წანილი აქვს? ხო. ამ დაკონკრეტება რომ დოდათ ხოლმე, წანილი იყო ყოველთვის და. ხილაში წანილი აქვს და ადრე ხომ წანილი იყო ხოლმე სულ. ხო, ეხლა წანილიანი გააკეთეს. კილოია. რატო მოთხოვნა იყო თუ? არ დაგიკონკრეტებიათ, რომელი გრამა. შეკვეთის ამბავი. მომიხდე. თილური 5 წელი დაგვიმატეთ, რომ ეგეც გავსინო. რა იყოს როდის ეგ მომა თუ არ მაგრამ რალები რაღაც არის გასას. აი, რა მოგაწოდოთ? ხინკალი გიორგი. გიორგისთვის ხინკალი არის წმინდათა წმინდა. გზაში რო ვახსენეთ, მე ცოტა ბოლო დროს მიჭირს ხინკლის ხო. ხო რა, რაღაც ჩემი ორგანიზმი ვეღარ იღებს და უცებ ესე თქვა, რომ ღმერთმა დამიფაროსო. ოღონდ ხინკალი არა. ხინკალს არავინ შეეხება. ჩემი აზრით, ხინკალი არის აბსოლუტურად სრულყოფილი კერძი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად არ მიყვარს, არის საჭმელი რაღაც უფრო მეტად მიყვარს, ხინკალი მაინც ნომერ პირველია, იმიტომ რომ ხო, ხინკალი არის ის რაც რაღაც აი სრულყოფილი ქმნილებაა რა. აი თავის ფორმით წვენის და ხორცის და ცომის ხო? ხო და ვინც პირველად ხინკალი მოახვია რა? აუ, როგორი სატყერძელო დადო. რო დახვრიპა და რა შეჭამა და ვაიმე რა, აი გავუმიერდა რომ თვითონ რო და მე უფრო მეტი წვენი გავუკეთა და უფრო მეტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იზამ და გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კაი. წავიდა ბახინკალი. შეგვშლია ქალაქური შეუკვეთეს და გემრიელია. ა? არა, უწვანილი ამდენი წვენილი არა ხალხო. ცოტა. ცოტა ძალიან. ხინკალში მიყვარს დაღერღილი ციცაკის და ხორცის ბალანსი. რაღაც თავისი მოგონი აქვს მაგას, არა? ლაშა. ბატონო. ნუ გერიდება. მარმე არა, კარგია. კაია. ძალიან კაია. ბრავო. მე მაგ ნაჭამი კახეთში ჭინჭრის ხინკალი. მე. ძალიან საინტერესო იყო სხვა. ეგ ისტორია ამბავია რა. ო, ჭინჭრის ძალიან კაი. წავიდეთ ადრიან ის პანკიში მაგარი ჭამა ძალიან. წავიდეთ. ვარ ჩვენა. ერთი ეპიზოდი გვაქვს გადავიდეთ. კიჩის ხინკალი არ ვიტანია, მაგრამ ჩვეულებრივ ხინკალი ჭამს. ერთად თუ არა მარტო მაინც წადით რა მაგ კალთანის ჭინჭრის არის. ხინკალი შეჭამს 2 კვირა ალბათ წელიწადში. ხო, როცა არის, ხო? მეტი ვერა. კიჩის ხინკალი ჭამს. ქეთოსთან არ ჭამეთ? გიჟბროწეულში. ტიბანში. რას გაწვდით თან? არ მინდა რომ იცი გაცივდეს რა, და მოდი ხაშლამა. თუ ეს შილა უფრო შილა ხარშლამა ლობიო ხო არ ვიცი. ვეღარ ხვდები, მე ძალიან დაბნეული ვარ. აი როგორი ბრუტალური სუფრა არის, იცი აი რომ მეტი რო არ შეიძლება უბრალოდ აი ხაშლამა, ქელეხის ლობიო, შილა, რომელიც ავაცალეთ გვერდზე სუფრიდან. ქელეხია გვერდზე დარბაზში გვინდოდა დაჯდომა და ქელეხია, მაგრამ სამაგიეროდ აგერს შესაძლოა უნდა დავულიეთ ყველა ვარიანტში. შენ უკვე შენ ძე ბოლომდე ისქენი არც იპარა მე არ არ იპარა ხსოვნა იყოს. ო რაც ხიმიანია შილა აი ეთქობა რომ ეხლა ეგია ბატკნი ბატკნის იქნება? მგონი არა ორი ცხარ მართი მიზის გვერდით ძალიან უყვართ. არ არის ხო ხვარი არა ხა? არ არის საუკეთესო შილა რაც მიჭამია, მაგრამ გემრიელი, მაგრამ
ოჰო, ჭიპ-ჭიპებს. არა, ურევია. ურევია, წვიმი. ხარ. შეიძლება დუმა. არა, დუმა ურევია. მაიმე დუმა შევჭამე. დუმა ხა? ფაფა არ უნდა იყოს. აი ეს როგორ სადაც ესე გაჭედილი ეს არის. ბასმატი ბრინჯია მე მგონი. ბასმატია ხო? ლობია ძალიან კაი. ეს არის გელეგის ლობიო. აი შემოიძა დაგაჭიროთ. აი გელეგის ლობიო. მერთო ჩემო. მე დღეს აღმოვაჩინე, ჩემ და სამარცხვინოდ რა. ხაშლამის წვენში მოხარშული. ქალეხის ლობიო თურმე ხაშლამის წვენში იხარშება. ეს ტომატი საკამალს უეჭველი და ძალიან გემრიელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ რაოდენ მოღრაშები არიან ქართველები. მოგიოსად კი ხაშლამის იმაში ხარშავე რომ ნახარში. ხო რა. სიტყვა ჩამოვარდა. რადგან სიტყვა ჩამოვარდა. ჩვენ გვაქვს selfies რუბრიკა, სადაც სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობთ და თქვენთან მინდა ვილაპარაკოთ, თან ჯერ ჭამეთ, რო არ კი, არა, შეგაწყვეტეთ. ჩვენ მოწყნარად მიუყვებით. selfies რუბრიკაში დუქანის არსზე და მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ბევრი საუკუნის წინ დაიწყო, აი თბილისი თან სავაჭრო ცენტრი იყო და ეს დუქნის ჭამასმა, გართობა, შეკრება, სხვადასხვა ფენის ადამიანები იკრიბებოდნენ და თან თქვენ შეფებს, აი ესეთ შეფებს გაპრანჭულად რომ მოგაგთხოვე კერძები ლამაზ რესტორნებში და ხო ვიტყვით კიდე ჩამოვთვლით თქვენ რესტორნებში, აი ესეთ ჭამაზე რატო გიждებით ხოლმე? დავიწყო თუ დაიწყე. მე შევჭამ და მოგისმენთ. ამაი თემა. იცი, მე მგონია რომ ერთ-ერთი ფორმა არის თვით გამოხატულებისაც ეგეც. აი ასე შენ შინაგანს აი ბოლომდე უშვებ, აი იმ რესტორნებში რაც ვალდებულება გაქვს, რომ რაღაცა და იქ შენ რაც ცოტა შენ სიცხოველი რაც არის მიძინეული, მაგას უშვებ. აი იქ ხო ცოტა შებოჭილი ხარ და აი აქ შენი შინაგანი ამოდის და აი რაც გინდა დაიხوارოს ხო იცი ეს ხო და საჭმის ალბათ გემრიელად რო ამზადებდე საჭმელს მნიშვნელობა არ აქვს მე რა შეიძლება სხვადასხვა რესტორანში სხვადასხვა ფორმით მიგქონდეს აი ეს უნდა გიყვარდეს და შენ თქვი ძალიან სწორად წეგან რომ აი ყველაზე ისეთი ადგილი სადაც სოციალური თანაფარდობა აბსოლუტურად რა დუქნებში დადის ყველა ადამიანს არის გურმანი რასაც არ უნდა აკეთებდეს არის ადგილი სადაც მივა ყველა ფენის თუ სოციალური აი ყველა ბაბლის ყველა ადგილიდან წამოსული ადამიანი მივა რა გასინჯოს და იქნება ბედნიერი და თან არის კიდე ერთი რაღაც იქ ზედმეტს არ ფიქრობენ ძალიან აი ესე პირველყოფილური სახით აქვს ეს კერძები რა აი ზედმეტი არ არის და კონკრეტული რაც არის აი დუქნური საჭმელი მოდის ის და თან აქვს კიდე ის რომ ხორცს ამსადებენ ყველა ძალიან კარგად რატო იმიტომ რომ რაღაცა ყველგან აი slow cook თუ რაღაცა ნელცეცხლზე მზადდება დიდი ხანი მზადდება დიდ ქვაბებში მზადდება ბევრს აკეთებენ ერთად ქელეხის სინდრომის რაც არის კიდე ერთი მას შემდეგ და რაღაც საბოლოო ჯამში გამოდის ის რომ არის რაღაცა გემრიელი და მიდიხარ და ხარ ბედნიერი და აი ზედმეტი არაფერი არ არის აი ინტერიერში არ საჭმელში აი ჭამითაც სხვანაირად ამოაწობ ყურს ხო გემრიელად ჭამ ცოტა ხელითაც ცოტა დიდი ლუკმები ამ კონცეფციის რესტორანი რო გახსნათ ცოტა ხანში გვაქვს ნაფიქრი შეუკვეთ უნდა მაგამდე მივიდეთ უნდა მომწიფდეთ მაგამდე და ვიზავ მაგასაც ცოტა ტვინის თავისუფლება ჭირდება რომ მიუშვა შენი თავი იმ პირველყოფილ რეცეპტებთან რაც არის და რეცეპტში ჩაწერო 15 გრამი მარილი კი არა მუჭა ხო აი ეგ ამბავია არავინ არ იცის მაგრამ მუჭა ხო წიყვი მუჭა რაღაცა რა უბრალოდ შენ სულში რაც ის მუჭა ეგ არის უბრალოდ მივავთ მან აი სუმიდა ხოლმე რომ შევიდე და დახლიდარი იქნება თუ ვიღაცა იდა უთხრა რომ დაყარე აი ეს იყო რომ დაყარე აი ხა აქ ცოტა რანაირად უნდა შევუკვეთ უნდა დაყარო ვიღაცა ხო დადის სპაში შეფები დადიან დუქანში ეგ არის ჩვენი სპა ეს დღეს არის ეს ჩვენი სპა აი აჰა ნტყუიმის გარეშე მადლობა ეს არის მწვანილის ქარში აი აქ დადეთ ხო დავდებ ხაშლამ შემიძლია თქვა რომ ხინკალს გამოვყოფდი და ლობიოს ეხა ამ ეტაპზე შეჯერო და მე რატო ვთვლი რომ ხაშლამა იქნება ძალიან კაი ციფერზე ეტყობა რომ ანუ ხა ხო არის ზოგადად ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი სწორი და კარგი ხორცის შოვნა რა მზარეულების
ეს არის ეგრეთ წოდებული მინდვრის საქონელი რა, ფერზე ეთყობა. ანუ აი სოფელში და ცხიმზე ეთყობა? ხო, ყვითელი და თვითონ ხორციც მუქი. აი. ძალიან ნაზია. სხვადასხვა მე ლობიოსთან ერთად მიყვარს. მიდი შენ არ. ნივაში განსაცვლელი ნაჭერი მიეცით. ბატონ ოპერატორს. აი სხვა გემო აქვს და აი ესეთ ხორცს. შებოლილის გემო თითქოს და. ემალი ძალიან კაია. ცეცხლი შეიძლება. თუ მძით ცეცხლზე იყო და იგივე ცეცხლზე, შეიძლება დაყვებოდეს ეგ გემო, არა? მექსიკურ კერძებში ხო ლობიოს და ხორცის მიქსი ბევრგან. მე ძალიან მიყვარს. აი ასლანა. ორი მიყვარს ჩახარშული და ის სალა, ღორის სალა და ღორის შეიძლება ძალიან ბრუტალურად გამოჩეს, მაგრამ ღორის ყავები მიყვარს რა მოხარშული ლობიოში. ჟელატინი ვითროა? ეს ძალიან ჟელატინს ეს ლობიოში ერთია და ეს ძალიან ბილი შეიძლება და ძალიან კაია. აი ყველაზე მეტად მიყვარს იძახის ყველა იმ კერძზე, რასაც იმ მომენტში ჭამს ხო? ანუ ეგრევე ყიდის ხო? და მაგაზე უკვე ის მაქვს დამიჭირეს. ეგ მეც ეგრე ვარ, ხო? დამიჭირეს და თან ყველაფერი როგორ მოგწონსო მეჩხუბებიან და აი ძალიან იშვიათად რა ვქნა ახლა ესე მაქვს გამოვყოფ ხოლმე აი სად არის ხოლმე გემრიელი, მაგრამ იმ წუთში რო ვჭამ, ამიცი. რაღაც რო გაბედნიერებ. მასი ამოუნა და ყველაზე მეტად ცხოვრებაში წინს ეგ რო აი საჭმელი რო იქნება ცუდი. ეს ცუდი ხასიათი მე არ ვდგები, იცი ხო? მე არ ვდგები. ეგ არის ჩემი ეს აი პროსტა თელი დღემ ჭირდება ხოლმე რა, ანუ აი ვეღარ ვერთობით ხო? აღარ ლაპარაკობს ხოლმე. ნიორ წყალი ხინკლისთვის იყო? არა, ხაშლამი. აკამი როგორ ვიტაი? ესეც სახიფათო კერძია სხვათა შორის. რომელი? ეს არის ყველაზე სახიფათო. ბადეკონში გულღვიძლი. კი. რატოა სახიფათო? ძალიან კარგი იყოს. არა, წამის ამბავია, რომ აი წამი და გამოგიშრება. ისედაც ღვიძლი შერჩევა რა, ძალიან იგედათ რომ აი ასაკს ისე გააჩნი, ხო? აი მე რა კაი, უკვე მიხარია თუ დამ. კაი, გავსინჯა. მოეწონა. ბოლო სამი მცდელობა სხვაგან იყო სრული ფიასკო. და ეხლა კაია. ეს კაია. ეს ნიორ წყალი, რომელიც ისე გავწირე, რომ ვერ დავინახე და ხაშლამა ჭამეს ნიორ წყლის გარეშე. მაგრამ არ გვინანია. არ მოგწევენ გურმანი ჭამასის მოყავა. კარგი მერჩით. კი, და თქვენთან გვაბედნიერებთ ჭამას მის მოყვარულ ადამიანებს, გემრიელად რომ გვიმზადებთ და გვახვედრებთ ხოლმე რესტორნებში. ხო, იცი, მე ჩვენს ბედნიერები ვართ, ვიღაცები რო ჩვენი გაკეთებული ბედნიერები არიან. კი, მე სხვათა შორის გაბადრული რატი ხარ, რა გეტყვია, რო კი იყო. რეჰანის მერე მივხვდი მაგას, აი დავიჭირე. თქვენში სხვა შეფებში ეგნა პერწკალი რო გიფასებენ და თან რომ მოწონთ კერძი უხარეთ და მაგის მერე დავიწყე ესე აი სადმე რესტორანში რო შევჭამ თუ მომეწონა აი მადლობა და ზანგები მე მაგას ჩავეძიე ფსიქოლოგიურად და ბევრი ვიფიქრე იმაზე და ესეთი ეგოს სწრაფი გამკვები არაფერი არ არსებობს. როგორც სწრაფი უკუკავშირი სტუმრისგან, რომელიც გეუბნება რომ ზანგება და აი უბრალოდ თქვენი კი არა სული და ყველაფერი იყვებება. ეგრევე ესე იყვებება. ანუ ესე ჩხარა არაფერი ალბათ არ მართლა იმოქმედებს შენზე, როგორც შენი ხელით რა დამზადებოდა იქვე. ძალიან. კი. საზანი არის ძალიან ისეთი თევზი რა. როგორი თევზია და საქართველოში ორი თევზია ძალიან გავრცელებულია საზანი და კობრი, ну საკისებრი კობრი, რომელიც და მოგისხა. ხო და აი შეკვეთის დროს ორაგულსა და საზანს შორის რო გქონდა, ვიფიქრე რაღაც ეს უფრო ადგილობრივი. იმიტომ რომ რაღაცა ორაგული თავისთავად ფერმაშია გაზრდილი. საზანიც ეხა მე რო დავიჭირო ნახევრად ფერმა ჩათვალისწინება, სადაც არის, მაგრამ მაინც უფრო მეთით ის არის რა, უფრო ველური საზანის უფრო ის არის, ტბის არის. საზანი ტბის არის. აი თევზია სხვათა შორის. მე ძალიან მიყვარს ქინძმარი. მეც ძალიან. ყურია რა? აი ამოსაწობა. არის გეტყვია. თვითონ თევზი ეწობა კარგად ძალიან. ძიცუცი. აჰა. აინტერესებს. ამიდა, ოკეი, ჰა. კონტექსტია. კაია. ქინძმარი წვენი ძალიან. აუ რა კაია. ორა, მაგარი. რაღაცა მაღალ დონესაა, ძალიან კაია.
ძალიან მაგარია ხო? ძალიან ჟუედესეთ მაღალ დონეზე შესრულებული კინძმარი, ძალიან. მე რატო ჭამეთ ახლა თავის შესრულებით და ყველაფრით? ხო. შეიძლება პირველ ადგილზე დავაყენო საზანი კინძმარში. ხო? მართლა? მე ლობიო და საზანი. ლობიო. აუ, ლობიო. ლობიო. საზანი და ხინკალიც ძალიან გემრიელი იყო. მერე ბადეკონი მოდის ალბათ. მერე ოსტრი, მერე ფხლოვანა და მერე შილა. ხაშლომა რატო გამოდი ხაშლომა სამდე შუაში ჩავსვით რა? სადმე შუაში. აი, ხაშლამაც ხო, ალბათ ამაზე გემრიელიც მიჭამი. მაგრამ ცუდი არა, ყველაფერი ძალიან გემრიელი. ხო, ცუდი კი არა, აი, ძალიან გაიჭამე. არა, ჩვენ ახლა ცოტა კრიტიკულად ის, ოღონ კეთილ კრიტიკულად რა, რომ ის არის, თორე ეგ ვცდილობ, რომ ვისწავლო ნელ-ნელას უმეჩხუბებიან ხო გეუბნები ამ საჭვლის ქებაზე ყველაფერი როგორ მოგწონს და ხა. ხო, არა, ცოტა ის უნდა იყოს გარემო. არა, უნდა თავ ყველაფერს დავიზახები, ნუ დავი რომელი არის პირველ ადგილზე, რომელი მეორე იცი ადგილზე. რა მნიშვნელოვანია ეს კარგი ჯანსაღი კრიტიკა და ჯანსაღი ფიდბექი. ხო, მაშინ ვერავერი მუშაობს თავად. რაღაცას ყოფილა ეგრე, რომ შენ ვერ ხვდები რაღაცას რა. ამდენი წელია მუშაობ რაღაცა, მაგრამ სტუმარს ისეთი ის მოუწია რა ფიდბექი, რომ აი გადაგიაზრებია ყველაფერი, რომ რაღაც ეს ხო რაღაცა მართლაც და ხო ესე უკეთესი იქნება რა. ეხა მითხარით, სად არიან თქვენი ერთგული სტუმრები? რა რესტორნები გაქვთ იმის ქვეშ? მართვის ქვეშ თქვენი მენიუები სად არის და ახალი საოჯახო სამზარეულო იხსნება, მისამართი, სახელი და მერე დანარჩენი მომიყვებით. მოკლედ რას ვაკეთებ ეხლა რა? ამდენ წლიანი ესე კულინარიული მოგზაურობის და რაღაცების კეთების შემდეგ მოვიფიქრეთ ესეთი რამე რა, რომ აი რაღაცები ხო ვფიქრობ რომ რა გინდა რომ აი სატკინე რომ წახვიდე რა ადგილს გინდა რომ ჭამო. და გვინდა რომ გავაკეთო ესეთი ადგილი. სადაც იქნება ძალიან ბევრი საჭმელი, აი ძალიან დიდი არჩევანი, მზაყვება. ხო. ეს ცოტა ისე როგორც აი შეგვატყობდნენ ადამიანები, რომ ცოტა ბრუტალური გემოვნებება აქვს და აი რაღაცა აი წასაღებად თუ ადგილზე უფრო წასაღებად მაინც, იმიტომ რომ რაღაცა საქართველოს ხო არის, რაღაცა აი მეგობრების შეკრების და რაღაცა ძალიან ხშირად. მიყვარს და ეგ აი უცბად რაღაცა გიჩნდება, რომ ბევრი და კარგი საჭმელი სად არის, რომ მიხვიდე, ჩაალაგო, წაიღო. ვიტყვი ხო, უნდა გამოვიყო. ხო იცი, ტაიდის რეკლამები რო იყო ხო. მე ხო იცი. მიდი, ჩვენ თქვენთან გავდივართ. 11 თებერვლიდან სახალხო სამზარეულო მანანო. მისამართი? პეკინის 39. იური გასაგებია. ხო, გასმა შეუყვეთ. აღარ შემილია მე რა. შეგილი, კარგი. ამ შენ მიდი, შენ ყოველთვის შენზე მეტი შეგიძლია. მე ჩემი შესაძლებლობები. ხო, არა, აი მაგით ვიგზავნა. ჩემი შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება, მაგრამ ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის აწყობილ რესტორანში მივდივართ აქედან. იქ მათ არ აქვთ ჭამის ვალდებულება. მე კიდე მაინტერესებს და იქაც უნდა გავსინჯო. შენ აქ ჩავაჭერდ თქვენ ჩააჭირეთ და მე თავს შევინახავ და აქედან მივდივართ ფარმში, რომელიც ფაბრიკაშია. დანარჩენს იქ მოვყვებით. ძალიან გაიხინდა. კაია. აი რა მხელა განსხვავება მთიულურსა და წანილიან შორის რა. უკვე farm house-ში ვართ და აი შემოგვაგებეს შოთები. რისი არაყია ხილის? კლიავის. მართლა კლიავის გევლობს და რაღაცა ისე. რომ შეგავთ ერთ ისეთი რომ ბოლომდე კლიავს გიტოვებს ეგეთი. სვამთ შოთებს თქვენ კი არ გვინდა გვიწევს. ლაშა მე მგონი აღარ მჭირდება. ფარმში ღვინის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია. ნატურალური ღვინის ამბავი. მხოლოდ ნატურალური ღვინო. მხოლოდ ნატურალური ღვინო. ხო. და ცალკე ესეთი ოთახია, სადაც იყიდება კიდეც ცალკე. ხო. კი, კაი. დანარჩენი შეუძლია შემოსვლა დათვალიერება, არჩევა, რა თქმა უნდა. ხო, ესპანურით დავიწყოთ ლასალადას მეღვინეობიდან, ტროპიკული ვენახიც ძალიან ტროპიკულია, ტროპიკებში არის გაშენებული, მარაკუია, ლიჩი, მანგო, ძალიან საინტერესო ღვინოა. დააგემოვნეთ. თალთას უყურთ მარაკუია ძალიან ყველაფერს ძილო მარაკუია ჩაქსოს ტენის სად მარაკუია რო ეს აი ეგ არის რო არ მატენინებს. არ მარაკუს არ მატენინებს. არ მატენინებს, ღვინი გამოდის.
ღვინოში მაინც და ხო აი პარფიუმი ნახავს თქვენ ძალიან გავარებული არომატები ეგ. აუცილებლად ნატურალური მანგო ცოტა რა. აი ხო იწება რაღაცა ხილებით და მე რაღაც მიწიერს ტოვებს. ხო იცი ჯერ რაღაცა ძალიან ისეთი და after taste ტოვებს. სიმშრალე ხო და ძალიან ისეც რა. და არომატი ემთხვევა გემოს. ქართელი ტანინის მეღვინეობიდან 22 წლის ვაჩნაძიან, სოფელ ვაჩნაძიანში მოკრეფილი ვენახიდან არის ყურძენი და ისეთ ძალიან საინტერესო სხეულიანი კახური ქვევში 6 თვე ჭაჭაზე არომატული ყვითელი ხილმწიფე, ატამი. ეს რატომა ჩემთანთვის ხო, უფრო არა, არის ეგ როგორ არ არის, გენში რა არის და შენთვის რა. ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე ჯობია, უბრალოდ ჩვენ ვართ მიჩვეული. მანგო ისე ისე 90-იანებში ისედაც ნუ რო ქონდა. ნუ მე მარაკუიაზე ვარ გაზრდილი და ციცკაცოლიკაური ნიკოლაძეების ნახშირღელედან 23 წლის მოსავალი. ძალიან არომატული ესეც. ცოტა ციტრუსები. მწვანე ვაშლი. და აგემოვნეთ ძალიან საინტერესოა დაბალანსებული ბჟავები. პიონერია რა თან და ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი ადამიანი ვინც ნატურალური ღვინის კეთება დაიწყო სვაი მაშინდელ რამდენიმე ადამიანთან ვინც რაღაც ნათელი წერტილი დაინახეს ნატურალური ღვინის კეთებაში და იმ რაღაცა პესტიციდებზე და ჰერბიციდებზე და ყველაფერზე უარი თქვეს და რაღაცა ეს მართლა მამალაპისეული და ქვევრი ხელახლას მიწა გადააყარეს ქვევრიდან და ანუ ვენახს მოუარეს ისე როგორც საჭირო იყო და ერთ-ერთი ის არის და ყველას გავმარჯოს ვინც ამ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს. გავიჟდი ამ ღვინოზე. აი ძალიან ნაზი, დაბალანსებული, სიმჟავეც ბალანსში, სიმსუბუქეც, აი ყველაფერი აქვს რა. აი ცხელ ზაფხულის დღეს ალბათ ძალიან ბოთლს დავლევ მე. აი ჩემი ყველაზე ჩემი ტოპი ხა არის ტოპი. ამას უბრალოდ ვერ მიიყვან ვერაფერს ამას. ფანტასტიკა. და თამუნაშმინო გავსინჯოთ ბოლოს უდაბნოს ვენახებიდან 22 მე წლის. ძალიან ცოტა რა ციცას მე ძალიან ცოტა. მაშინ ჩვენ უკვე ასაკში ხო იცი წინა რამე. ასაკშიო იცახედა, რო დავიწყეთ იქ ჭაჭის. ჭაჭა ხილის არაყი ლუდია ხლიანი. ლიოვისა. შავი ქლიავი, შავი მოცხარი ალუბალი, ზუსტად ძალიან მაგარია. აი ესეც ზაფხულის ერთ-ერთი საღამოა ჩემი. მაგარია. შეიძლება აი როგორც თქვი წითელ ღვინოს არ ვიცი, ვნახოთ ამაზე წნევა მექნება თუ არა. თუ არა, მაშინ მაშინ ვიტყვი რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წითელი ღვინო გახდება. ძალიან დიდი მადლობა. ვისი ამონები. ხო ნახეთ, როგორი ჭამა უყართ და რა სილამაზეებს აკეთებენ თვითონ. თვითონ ხაშლავე ესე ვაშლივით ჭამა. სახელით ხوار დავიწყოთ. ხო, კი. დავიწყოთ? კი. Farm რო ქვია, მე მეგონა რომ farm ფერმის ამბავია და ნიშნავს feast against routine means. ანუ ნადიმი რაღაც რუტინული ყოველდღიურობის წინააღმდეგ რა. ხო. გვინდა რომ ყველაფერს ამოვაწოთ და ყველაფერი რაღაცა გასაზიარებელი იყოს. და თან ცოტა ნაცნობი გემოც გვინდა რომ იყოს. თან უცნობით. პურიც ყოველთვის ცხელი მოდის, რომ აი ამ ყველაფერში ცხელი პური ამოვუსვა, კაი ღვინო მიაყოლა და თავი ქუჩა. თან ისე არ გვინდა რაღაცა პორციულად ხალხმა იმას რომ რაღაცა აი გვინდა რომ აი რაზეც ვლაპარაკობდით ხო? აქ რომ მოყვა ცოტა უნდა დაყარო რა. აი მაგრამ აქ ცოტა უნდა დაყარო, მაინც მანდ ვართ რა. ეგ კონცეფცია არის რომ ხო რაღაცა იყოს და ბევრი რამე გაიშიარო ადამიანები. ჩაკონდრილი. მე მგონია რომ ესეც უნივერსალური სიყვარული არის, კახურიზეთ პომიდორი და აჯიკა მეგრული. არის რაღაც სასწაული კომბინაცია და აი ვიფიქრეთ ბევრი, დავამარინადეთ პომიდორი და ჩავდეთ მაგ კახურზეთში და აჯიკის მიქსში მოუასხი და თავისი ბრაინი და ყველაფერი წვენი. კარგი, დავიწყოთ. მადლობა. მაგაშიც ხო რაღაცა და წვენი არ დამოწვა. არა, წერია მთავარი. მეგარი რაცა. ეს უნდა აი ხელი პური და ამოაწ. კახურზეთი არის
კულინარიული შედევრი რა. ოღონდ მე რას ვფიქრობ ხოლმე, იცი რომ ზოგადად კახურ სამზარეულოში რა კახურის ცოტა ცუდად არ გამიგონ კახელებმა რა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ადამიანები არიან მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აი ეს ადამიანები არიან მე მგონია რომ რაღაცა რომ აი ეს ბზესუმზია რომ დაწვრეს რაფინირება არ გაუკეთეს და ეს პური რომ ამოაწეს და ძალიან გაუსწორდათ რა და გენიალური პროდუქტი დარჩა. ბოლომდე არ მიიყვანეს ეს არის და დარჩა ისეთი რა და არაფერი ახელი აღარ ახდეს და ეგ არის. სხვადი უბრალოდ მარილი მოაყარეს, გადაათ ვიღაცამ დამარინადა, იწვალეს. ამათმა არა, просто მსხვილი მარილი მოაყარეს, შეწვეს და ყველაზე გემრიელი და ეს გენიალობა რო სიმარტივეშია, ეგ ამბავია რა. არა, მაგაზე იცი რა გამახსენდა და აი ეს ანეკდოტია. ნუ მიხო ალბათ პირობითად ხის ქვეშ წევს და აი მაგრად კიდია მუშაობა რა აი არ მუშაობს წამოწოლილია მთელი დღე და მეზობელი უნდა რა ადექიო კაცო იმუშავე რისთვის ვიმუშაო ფულს იშოვეო ფული რისთვის მინდა რომ მე რა მთელი ცხოვრება წამოწოლილი იქნებია და წამოწოლილი არა ვარ გადასარევად ცნობდა მაგრამ ეს თვალის ხო და სამოტივაციო ის არ არის არა ეს ცივისთვის აი უკვე რომ დავიღალეთ და ცოტა წამოწოლა რომ გვესიამოვიდა და ხო კი ბატონო კაი თავი ვიმარცლოთ კი აი მე რა გემრიელია ვარი აი გვინოსთან და რაღაცა როგორ უხდება მარინადი როა პერიოდულად ცხიმიან საჭმელში აი ამ პომიდორს რო გასტკლით სავდა რო ჩაისხმევა კაია ძალიან კაია ეს მე მგონია ეს ეს ჩემი ფავორიტია ეს არის ამაზე ვგიჟდები ეს არის ბადრიჯანი და იოგურტი ეს არის ინსპირაცია მე ყველა სიმთვრალეში ნაჭამი კერძის რომელიც თურქულ რესტორანში გვინაჭამ ამას თურქული სამზარეულო ბევრი ღამის 2 საათი არის დაღლილი რო აი ამაში ამოაწყო პულს ხო სხვა რამეა და დაიცადე ერთ წუთი აი ეს ნიორი და მორჩი აჰა მოესვავდნენ კაია ვარი თურქულის ამაზეს ღვინო მიაყოლეთ და აურა კაია რა სიძახი ძალიან გემრიელია სიმშავე მოდის თან ეს რძის პროდუქტი ცოტა სანეიტრალებს შებოლვის გემოს ანუ შებოლვათი გზნობა მე ბადრიჯანი ძალიან მიყვარს თან ცალკე ცივიდან აჯაბსანდალი აჯაბსანდალი ნუ ეს ბოსნეულის რა გულა მოკლედ კარგად მომზადებული იოგურტი ამასაც და ნიურის და წიწაკის ზეთი და გურული აჯიკა, რომელიც აი ძალიან უხდება და ეს ყველაფერს ერთიანად თუ ავიღებთ. აი აჯაბსანდალი გაწურული მაწვნეთ კი მჯამე, მაგრამ გურული აჯიკით ძალიან არა. ალბათ უცხოა. გონ დღეს ვეღარ გადავრჩები. ხო ვარ ეხლა თქვენ რესტორნებში ნამყავი. კიდე რაღაც ახალია. ხო? კი. ძალიან მაგარია. ვერ ვტოვებ ვერაფერს. ერთი რაზეც გოლა რომ ეს სათარბერაკი უკვე სივი და შელახული არ იყოს. მგონი ამის დრო ხო არა? გადავიდეთ. თათარბერაკიც რეალურად ძალიან გავს. აი დიდი ლაფშები რო არის თუ როგორ ქართული პასტა რა, პასტი ხო. ეგ არის. უბრალოდ თავისი ის აქვს. პატარა გადახვევა რო აქვს ნდუია არის იტალიური ძეხვი, რაღაც სამწედალიური. ხორის მუცლისგან კეთდება ძირითადად და ძირითადად ცხიმია და იტალიური სუნელები რა, მაგრამ ეს არის ქართული სუნელებიც რა, ქართული სუნელების გავაკეთეთ ნდუია. მეყოფა. და ამ ნდუიაში გავაკეთეთ მოკლედ ეს თათარბერაკი რა. ძალიან უცხოა. ნიურის გემო ხო მოდის ინტენსიურად და ამ დავარგებული ხორცის გემოც ხო? თან სუნელებიც მძაფრად არის. ჩემთვის ცოტა ცხარია. ჩემთვის ცხარი უნდა დავაკლებინოთ. მაგრამ ცხარე ხო? ვისაც ცხარე უყვარს ძალიან კარგი იქნება. გადავედით შემდეგზე? მე მზადვარ. მომიყევ. ამ კერძს ძალიან ბევრი ვუტრიალე. ძალიან, აი ძალიან ბევრი. გიორგის
აი ოსპი უყვარს და ოსპის წვრიანი და ოსპის რაცები წვრიანი და უყვარს ძალიან. აი დავაი ოსპის გარნირი გავუკეთოთ და ეს დიფივით რაც გააკეთა ძირზე რაც აქვს, ცალკე რო გავსიჯეთ, ანუ ყველა დაგვენანა რომ რაღაცა დაგვენანა რომ დავთავა კაი გამოვიდა. ცალკე გავუშვათ თქო რა სტარტერა და მე მივხვდით რომ არა და ანუ იმსახურებდა ხა ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო ტოპ კომბინაციაში და იმერული კუპატი, ოსპი ოსპი და და რაღაცა სალსა. სალსა ციცაკეტი. კაი, მოდი. ეს ზუსტად ხარია მადლობა. თან სივია უკვე. მაინც კაია. კარგი უნდა. ვინე რომ კუპატის ახალი ცხოვრება არის. ძალიან უცხო, აი საერთოდ არ გავს კუპატს. ხო. და ცხიმიანი არ არის ძალიან და ეკაია ოღონდ მომწონს. там ჩაჭერი ვაქვს საერთოდ. ძალიან პატარა ნაჭერი მომიჭერი, თორე ანუ ჭამა კი მიყვარს, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებსაც საზღვარი აქვს, აქაც რო დაყარეთ. აქ აი არაფერი შქმერულია ის. შქმერული ოღონდ იმის გარეშე, ხო? ნაღები და ანუ არა. ტრადიციული. მეთმა გვაშოროს. ხო. ნიორი. არაფერი ნიორი და ის არის ნიორ წყალია. განკარა. კნაწუნა. წვნიანი შიგნით ხორცი. და ანუ წვენს ცალკე ალბათ ახსე უნდა წამოვუდგე. ბოლო პოზიციაც. ჩაკონდრი. ოპა. ეს არის მოკლედ ჩაკონდრი. ესეც კაი ბრუტალური კერძია რა, მოკლედ რა პიურე ხორცი ხო. და დიდი ხახვები, გამომცხარი ხახვები და ო. ბევრი ქონდარი და არ ვიცი ხა რაღაც ქართულ კულინარიაში და ქართულ კულტურაში რა თუ არ არის ეს ეგრე მაგრამ არა დემიგლასია რა ეგრე ხო საქონლის აუ, დემიგლასია, ლის ნახარში კაი. რა კონცენტრირებული ნახარში მოკლედ ამ დემიგლასის მომზადება ცოტა ხანგრძლივი პროცესია. კაი ხო, ხანგრძლივი და პროცესია ცოტა შრომატევადი. რა და ხო განზადებული წყვილდება თუ არა? არ გამზადებული იმდენად ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, აი დროს, რაღაცა ტემპერატურას და შიგნით რა შაყრი ყოველს ესნაირი ვერ გამოგივა რა და არა ამ დროს საჭიროა რომ ანუ ერთის ბაზაა მოკლედ რა მან მაგას მიხავს ფრანგული კულინარიის დედა სოუსია. ჩათვალეთ რომ ერთადერთი საბაზისო სოუსი არის რომლიდანაც აი ყველაფერი გემრიელი გამოდის. აი ისეთი კონცენტრირებული გემო არის რომ მეტი რო არ შეიძლება და ვიფიქრეთ რომ ქართულ კულინარიას რატო არ უნდა რატო არა ხაშლამას ხარშავ ხალხო იმის ნახარში გვაქვს მაგიდან წვნიანს ვაკეთებ ყველაფერი ლობიოს ცოტა მეტად რომ ხაშლამას. დავადუღოთ კიდე და რაღაცა რატო არა ნამდვილი გონიერი სადილე არის რომ მოხვალ სივ დღეს და კარგად შეჭამ რა. ჩვენ მენიუში თუ სხვის მენიუში ვაქსოვთ ხოლმე იმ გამოცდილებას, იმ ყველაფერსაც გავიარეთ, გვიჭამია სიმთვრალეში, არასიმთვრალეში, სიხარულში, ცუთხასიათზე თუ არა ცუთხასიათზე. ჩვენ თავს წარმოადგენს ის საჭმელი, რასაც ვამზადებთ რა. ეგ არის. ო, თამდე მადლობა დღევანდელი დღისთვის. აი, ვინც აქ მოხვალთ და მე დამიწერთ კომენტარებში, რომ რა ყველაფერი მოგწონს, აი თუ არ მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მითხრა. არა მე მინდა რომ მართლა თქვა რომ რამე ის აი რაღაცა წერას კრიტიკული რა უნდა თქვა აუცილებელია. ნუ მე დღეს ვერ ვიქნებოდი. თქვი არ რაღაც თქვი აი ცხარე იყო აი ცხარე ხო ვთქვი რომ? აი ნაყოფიერი დღე კი იყო პირდაპირ მისვლამი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ნუ ხო, კიდე ხშირი სტუმრები იქნებით ჩემი არხის იჭვიან მეყარება. გაგვიმართოს გაგვიმართოს. ვეკეთებინოს ეს ძალიან კაი საქმე, დიდი ხანი რა მართლა კარგი რაღაცებს ვაკეთებთ. კი ბატონო. ასე რომ გაგვიმართოს.